ერთად შიმშილის წინააღმდეგ ამ სლოგანით საქართველოში ფუნქციონირება პირველმა ავტორიზებულმა სურსათის ბანკმა დაიწყო. მისი დამფუძნებელი ორგანიზაცია ენკენია, რომლის მიზანია შეამციროს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლებას და სურსათის დანაკარგების შემცირებას. ორგანიზაცია სურსათს, რომლის ვადის გასვლამდეც ცოტა დროა დარჩენილი, ან მისი შეფუთვაა დაზიანებული, გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემს. ენკენიას საქმიანობა გუნდის წევრების ძალისხმევით, რესურსებითა და მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება. მისი პარტნიორია ფონდი შირაქიც, შემომწირველები კი სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირები არიან. ყავს დაახლოებით 2000-მდე ბენეფიციარი ორგანიზაციაში. მოვიცავთ ჯერჯერობით თბილის, კასპიის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გურიას და მცხეთას. და ვფიქრობთ, რომ თანდათან გავაფართოვებთ ჩვენს არეალს. ასევე ყავს მოხალისეები, რომელთა დახმარებით ვახერხებთ ამ პროდუქტის განაწილებას, დახარისხებას და მიტანას ბენეფიციარებამდე. ვუკავშირდებით სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიებს, ფერმერებს, ბიზნესმენებს და მათი საშუალებით ვცდილობთ, რომ თანდათან ავამუშაოთ ჩვენი სურსათის ბანკი. ჩემთვის დიდი мотиваცია აქვს თუმცა ამ საქმის კეთება ენკენიასთან ერთად, რადგან ამ საქმის შედეგად შემიძლია საქართველოში თუნდაც ერთ ოჯახს მოუხსნა შიმშილის პრობლემა. დღეს მივიღე დახმარება სურსათის ბანკიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემნაირი ოჯახებისთვის. საქართველოში ძალიან ბევრი არის ჩემნაირი გაჭირვებული ოჯახი. მალე ენკენიას საქართველოში რიგით მეორე სურსათის ბანკით შემოუერთდება, რომელიც ფუნქციონირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიწყებს. აღნიშნულ პროექტს საქართველოში ჩეხური ორგანიზაცია People in Need წითელ ჯვართან ერთად ახორციელებს. მთლიანად ამ პროცესის კერძოდ სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო. ჩვენ ვართ მომსწრე ფაქტის, თუ როგორ ხდება ხორცშესხმა იმ იდეისთვის, რომელზედაც მუშაობა FAO-მ წლების წინ დაიწყო და ეს მუშაობა აისახებოდა კანონმდებლობის პოლიტიკის შემუშავებაზე იმ გარემოს შექმნის მიმართულებით, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა საქართველოში ოპერირება დაეწყო სურსათის ბანკს. უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით უკვე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოში, როგორც მოგეხსენებათ, საპილოტე პროგრამის სახით მიმდინარეობს და ასევე მიმდინარე მოლაპარაკებები საცალო ვაჭრობის ქსელებთან წარმატებით სრულდება. საქართველოში სურსათის ბანკის შესახებ ცნობადობა დღითიდღე მზარდია და სულ უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნეს ოპერატორი გამოხატავს პროექტში ჩართვის სურვილს, რადგან როგორც ცნობილია სურსათის ბანკისთვის უვნებელი საკვების მიწოდების შემთხვევაში ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლიდან შევიდა. ამ და სხვა ნაბიჯებით ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია შემოუერთდა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღესაც. დღეს აღინიშნება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღე და ამ დღეს საქართველო ძალიან ღირსეულად უერთდება, აღნიშნავს არა მხოლოდ თქვათ მიღებული კანონმდებლობით, რომლითაც საქართველოს რეგიონში პირველი ქვეყანაა, არამედ აღნიშნავს უკვე კონკრეტული ქმედებით და ეს ქმედება გამოიხატება პირველი სურსათის ბანკის გახსნაში. ვცდილობთ, რომ საზოგადოების ყურადღება მოვიზიდოთ და გავამახვილოთ იმ თემის მნიშვნელობაზე, რაც დაკავშირებულია სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებასთან. ამ მხრივ კი მსოფლიოში გლობალურად საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა, იმიტომ რომ წარმოებული სურსათის მესამედი იყრება. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად სურსათის დანაკარგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოშიც. არაოფიციალური ინფორმაციით აქ ყოველწლიურად დაახლოებით 600,000 ტონა სასურსათო პროდუქტი ნარჩენად გადაიქცევა.